კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოამბე 10 საათზე პირდაპირ ეთერში ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით ის გლდანი ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა მისი იდენტიფიცირების მიზნით. პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლხმ იცოდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო საპროცესო მოქმედებას სჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად ლხმ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაწყვიტა განახორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მაშინ ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ეგრეთ წოდებული ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით, რისთვისაც ლხმს მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლხმ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სადაიზულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მიწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლხსთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოხდა ზემოთხსენებულ შემთხვევაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება და აღნიშნული მონაცემები მიეწოდა პროკურატურას. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესში ლხმ გამოკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი. ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბიჭო, მის კაი მოუკეთე კარები, სამართლოში შევიყოთ ის. მოიუთხე დაუკეთე, გადაკეთე. ფეხი შეწიე. სამართლოში მიყო. ფეხი შეწიე, თორე შეგაგდე. ფეხი შეწიე. ო, დაურეკავ მე შემოიღე. ჯერ დაურეკე. პოლიციაში მიდიოდა აგარეთში. ხო, მიხდი დაურეკე. აჰა, შევწინე. აი, ადავაშავ. ის დააშავა პოლიციის ალიმორჩილები. ქართული ოცნების მიზანია, რომ ქართული ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა და აქცენტი გააკეთა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებით და ამ განცხადებებს ერთგვარი აღიარება უწოდა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზეც, რომ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებენ. კანონმდებლობის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა რამდენიმე ბრიტანულმა პოლიტიკოსმა, მათ შორის დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა და საბინაო თემთა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა. მას შემდეგ რაც მარტა კოსისგან ევროკომისიისგან მოვისმინეთ ჩვენ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართულ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს, მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორთონისგან, რომელიც პირდაპირ თქვა, რომ კი არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამას წინას ვნახეთ ჩვენ ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ასე შემდეგ, ანუ აწყობილია როგორც ჩანს გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება და როგორც ჩანს კი არა ეს სინამდვილეში ძალიან კარგად ჩანს, როგორც ხდება ეს ყველაფერი და ამიტომაც არის მათ შორის დღეს ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, ამიტომაც წუხან რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი და ჩვენ ვთქვით რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს სხვათა შორის 4 ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ საქართველოზე რა თქმა უნდა ეს არ თქვა, თავის თავზე თქვეს, ჩვენთან პირიქით სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს. ჩვენი მიზანი არის ქართველი ხალხის ნების გარეშე ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული არ დაიხარჯოს. წერტილი. მივიღეთ ამაზე კანონი და ვთქვით, რომ დავინახავთ, რომ ვინმე შეეცდება, რომ შემოვლითი გზები ჩვენს კანონებს გვერდი აუაროს, ხვრელები მოძებნოს და გამოიყენოს, ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, ვინაიდან ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ქვეყნის მოქალაქეებს. არავინ ეკითხება ფრანგ მოქალაქეს, ბრიტანელ მოქალაქეს, გერმანელ მოქალაქეს, ერთის ელჩს, მეორეს დესპანს, მეხუთეს მდივანს, არავინ ეკითხება არაფერს ქართულ შიდა პოლიტიკაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხალხის წარმომადგენლობის შესახებ კანონპროექტი უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო და ამასთან ერთად აფართოებს ყველა არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას 16-17 წლის მოზარდებისათვის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შექმნის სამართლიან, უსაფრთხო და ინკლუზიურ დემოკრატიას. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები განამტკიცებს მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას ბრიტანეთის დემოკრატიაში უცხოური ჩარევის მიმართ, რადგან მზარდი საერთაშორისო საფრთხეები აქტუალურ სხდის მოქმედების აუცილებლობას. საქართველოს საგარეო უწყებამ ევროკავშირის წარმომადგენლობას ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვის და სანქციების გვერდისავლის შემთხვევების აღკვეთა პრევენციის მიზნით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. ამ მიზნით ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს პაվել ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა, რომელმაც ევროკავშირის მხარეს გააცნო სახელმწიფო უწყებების მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების და გემების გადაადგილების მონიტორინგის და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებით. გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ ყველანაირი ინფორმაცია ანგარიშების სახით რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, პირველ რიგში კი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობას. აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი იყო გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილი ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებებმა შესაძლოა პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს. ასევე საქართველოს მხარემ ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მეოცე პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. EUTOS ინფორმაციით საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. მისიის მიზანია საქართველოს მიერ EUTOS ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში ქვეყნის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს და შესაძლოა მისიის მუშაობას უფრო მძიმე ქმედითი ნაბიჯები მოხვეს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ისინი მისიასთან თანამშრომლობას აპირებენ. საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი EUTOS წერმა 24 ქვეყანამ 29 იანვარს გააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა. ვენისით რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ექსპერტებმა უნდა მოამზადონ დასკვნა იმის შესახებ, ირღვეოდა თუ არა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად. თავის დროზე ეს მექანიზმი გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ, ბელარუსის წინააღმდეგ, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ქართულმა ოცნებამ მასობრივად დაარღვია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებები, არა, სამწუხაროდ დადგა ჩვენი ქვეყნის ჯერიც, ხო? ამიტომ დასკვნა სავარაუდოდ იქნება ძალიან კრიტიკული, რომელსაც შესაძლოა უკვე მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები და კონკრეტული ნაბიჯები. პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მექანიზმის ამოქმედება მოხდა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, თუმცა ამაზე პასუხისმგებელი არის ოცნება. იქიდან გამომდინარე, რომ ოცნების აგრესიული და ძალადობრივი პოლიტიკა არის, ამის გამო ამოქმედდა ეს მექანიზმი ჩვენს ქვეყანაში. ნახოთ, დაველოდოთ, რა დასკვნებს გააკეთებენ, რა შეფასებებს გააკეთებენ. ის, რომ ქიმიური ნივთიერებების შერევა მოხდა წყლის ჭაულში, ის რომ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ძალადობის მხრივ იყო ჩვენს ქვეყანაში მთელი თვეების განმავლობაში, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ, ეს EUTO იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი, რომლის ან წევრებით ჩვენ ვართ, ან პატივს ვცემთ ამ ინსტიტუტის ავტორიტეტს და ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იყო სხვათა შორის, როდესაც ჩვენ დაგვაბრალეს რაღაცა ზღაპარი, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოვიყენეთ და დავწამლეთ ჩვენი მოსახლეობა და ბატონმა პრემიერმა მას შემდეგ რაც უსაფრთხოების სამსახური მორჩა გამოძიებას, შესთავაზა ნებისმიერ დაინტერესებულ უცხო აქტორს, რომელიც რელევანტური არის გამოძიებასთან, რომ თუ ისინი დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ და ჩვენ გავუზიარებთ ყველა მასალას, რაც გამოძიებაში დევს. და რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ფიზიკურად არავინ არ გამოჩნდებოდა და არც გამოჩნდა, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო რაღაცა ტყუილზე აგებული ზღაპარი.
დღეს ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები. საუბარი შეეხება ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და სექტორის საოპერაციო პროცესებს. კომისია პარლამენტში გასულ კვირაში შეიქმნა, გამოითქვა ასევე ინიციატივა, რომ ფასებთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანია მოიწვიონ. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე. Პირველში კომიკურია, რომ ის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ კომისიას, თვითონ მილიონს ხარჯავს საკითხებში, ეს აღშობს, რომ ახლოს არის ის ქართული ხალხის ყოველდღიური ყოფით ცხოვრებასთან და გაჭირვებასთან, იმ ხალხის, რომელიც თეთრებს თulis ხოლმე და კაპექსზე აწევებს, რომ გადარჩეს და შვილებს აჭამოს, აქ დამთავრდა მთელი ჩემი კომენტარი ამ ფარს, იმიტომ რომ ეს კომისია რეალურად არაფერს არ შეცვლის და ვერ შეცვლის. ფასების დაკლება, მით უმეტეს ხილბოსტანზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს და რა ფორმითაც ოცნება ცდილობს, რომ ამ ფასებზე ზემოქმედება მოახდინოს და დაწიოს, ეს შედეგს არ გამოიღებს. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ჩვენი გეგმა, დღის წესრიგი, რომელსაც ვთავაზობთ მათ, იმისთვის, რომ მართლაც რეალური ხელშესახები შედეგები დადგეს ამ კომისიის მუშაობიდან გამომდინარე. გვეგმავთ, რომ შევხვდეთ ბოსტნეულის და ხილის მწარმოებლებს, ასევე წვენების მწარმოებლებს. ჩვენი მიზანია, რომ მწარმოებლებთან ჰქონდეს ღია დისკუსია, სწორი იდენტიფიცირება მოხდეს იმ პრობლემების, რომელიც იგრძნობს ფასნამატის ზრდას, განვიხილავთ ბიზნეს პროცესებს, შევაფასებთ რისკებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რომელიც განაპირობებს მაღალ ფასს. იმედი გვაქვს, რომ როგორც პირველ შეხვედრაზე ძალიან საქმიანი და გახსნილი დისკუსია გვექნება. ჩვენი მიზანი არის, რომ პირველ რიგში სწორად მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება, რაც მოგცემს საშუალებას იმისა, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ და სწორი ანალიზის საფუძველზე ავაქვეთოთ ყველაზე კმედითი მექანიზმები. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების კვოტების დამტკიცების გადაწყვეტილებას კრიტიკული გამოხმაურებები მოყვა როგორც თავად უნივერსიტეტებში, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში. მათი შეფასებით განათლების რეფორმა და მის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები განათლების ხარისხს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. მათგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს, სადაც ამბობენ, რომ ეს რეფორმა აუცილებელია, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება მიიღონ. ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის განათლების დეფორმა. კობახიძე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოსპოს განათლების სისტემა, ის როგორც მოსპოს საგარეო პოლიტიკა, მოსპო ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა და სხვა. მისი მიზანი, ამანების მიზანი არის, რომ არაფერმა ქართულმა და არაფერმა ადეკვატურმა არ გაიხაროს. და რომ შესაბამისად საქართველოს გახდეს ბოლომდე არარელევანტური, უინტერესო, ნაცრისფერი ჭაობი, რომელშიც ადამიანები არ დარჩებიან, რომელშიც არ იქნება არანაირი ამბიცია და არ იქნება არანაირი შანსი და პერსპექტივა. განათლების სფეროში არავინ აი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის მიმართ დადებითად განწყობილი არ არის, არა? და ასევე აღმოჩნდა ისიც, რომ თურმე ეს ყველაფერი მოიფიქრეს მათ შორის ილიანის ფაქტობრივად გასაუქმებლად, იმიტომ რომ ათობით ფაკულტეტი ჩამოართვეს, შეიძლება ასე ითქვას, ილიანს, არა? ხო და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ანგრევს, ან აუქმებს ყველაფერს, რასაც ვერ აკონტროლებს. ეს არ არის რეფორმა, ეს უფრო ჰგავს დეფორმას. ჩატარდა ბაზრის კვლევა როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე განათლების სამინისტროს ერთობლივი ჩართულობით და განისაზღვრა ის ძირითადი საჭიროებები, რაც დღეს სამუშაო ძალის მხრიდან არის ნაკარნახევი და სწორედ ამ სამუშაო ძალის მოთხოვნასთან მიმართებაში იქნება განათლების სტრატეგია მიმართული და ის კოტირება, რომელიც გამოცხადდა, არის ზუსტად მიმართული იმ საჭიროებებზე, რაც დღეს ბაზარს აქვს. ჩვენ გვახსოვს ქვეყანაში არსებობდნენ ერთი და მრავალდიპლომიანი დაუსაქმებლები ან არაპროფილურად დასაქმებულები და ეს კვოტირებაც, ის ბაზრის საჭიროებების შესწავლაც უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც უმაღლეს განათლებას იღებს, იყოს პროფილურად დასაქმებული. საპროტესტო აქცია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გააპროტესტეს რიგი სასწავლო პროგრამების გაუქმების და სტუდენტთა მიღების კვოტების შესახებ გადაწყვეტილება. კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე გამოცხადდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა განმარტავს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება ანტიეროვნულია. სტუდენტები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მთავრობის მხრიდან სტუდენტთა მიღების კვოტების დამტკიცებას არალეგიტიმურად აფასებენ აკადემიური საბჭოს წარმომადგენლების და აღნიშნავენ, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე პროტესტის გზით დაიცავენ უმაღლეს სასწავლებელს. აქცია მსვლელობა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან დასრულდა. ქართულმა ოცნებამ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების უმრავლესობა.
მათ შორის ილიანოსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას და ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრაფის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს. აქ შეკრებილი სტუდენტები ერთმანეთ ვითხოვთ ეგრეთ წოდებული რეფორმის გაწევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის, ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებისა და წინააღმდეგობისაკენ. ეს არის თავისუფალი უნივერსიტეტი, ეს არის უნივერსიტეტი, სადაც ადამიანს პირველ რიგში ევალება ის, რომ კონდეს თავისუფალი აზრი, საკუთარი აზრი, ინდივიდუალიზმი, იყოს პიროვნება და არ დარჩეს იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებში ცდილობს რომ სახელმწიფო მის ჩასვას. სწორედ ამიტომ ჩვენ არ შევეგუებით ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე და არასოდეს არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც ილია ჭავჭავაძის გზა ქვია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს როგორც თავისუფალი აზროვნების სივრცეს და დავიცავთ საქართველოს როგორც თავისუფალ და ევროატლანტიკური ორიენტაციის ქვეყანას, რის დასახიჩრებასაც, რაკურსის დასახიჩრებასაც სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ასეთი ინტენსივობით ცდილობს. ამ ნაბიჯების ნაწილია ილიას უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტებში პროგრამების განადგურება. ამ ნაბიჯების ნაწილია ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის აბსურდული მოთხოვნა. მთავრობის ადმინისტრაციაში კლიმატის ცვლილების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. იმსჯელეს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მესამე ციკლის დოკუმენტზე. კლიმატის ცვლილების საბჭო საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის და პარიზის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას. საბჭოზე განხილული დოკუმენტი დასამტკიცებლად მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი. გაიმართა კლიმატის საბჭო, სადაც განხილული იყო საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მესამე დოკუმენტის შეფასდა დადებითად, რომელიც უკვე წარდგენილი იქნება მთავრობას დასამტკიცებლად და დიდი მადლობა მინდა გადავხადო საბჭოს თითოეულ წევრს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტ დოკუმენტის დადებითად შეფასებისთვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 სოფელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ტარდება. 10-დან 26 თებერვლის ჩათვლით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტულ პროექტებს ადგენენ. მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1,500,000 ლარი დაიხარჯება. გამოყოფილი რესურსის სრულად იმ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს მოხმარდება, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლები საერთო კრებებზე თავად შეარჩევენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები სოფლებში მოსახლეობასთან, კრებებისა და კონსულტაციების ფორმატში. საქართველოს მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 930,000 ლარი. მოქალაქეები ინტერესდებიან, აქტიურად არიან ჩართულები, ხდება იმ პროექტების შერჩევა, რომელიც სოფლის განვითარებას ემსახურება. მოხდა ნაყოფიერ შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან, დაიგეგმა პროექტები და ძალიან კარგია, რომ დაინტერესდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ასეთი შეხვედრებით. შიდა ქართლში ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე მდინარე ტანას შენაკადები წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის 20,000 ქვირითით დათევზიანდა. დათევზიანების პროცესი ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით ხორციელდება. სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ველური ბუნების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით იოსებაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები. ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. ნაკადულის იგივე მდინარის კალმახი წითელ ნუსხაში 2006 წლიდან არის შეტანილი და მოწყვლადის კატეგორია აქვს მინიჭებული. სისტემატურად ხორციელდება შიდა ქართლში მდინარეების დათევზიანება, ქვირითის განთავსება. წელს ჩაერთო უკვე გორის მუნიციპალიტეტის ტანათეძმის ლანდშაფტის სააგენტო. მე მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია, თქმა უნდა, დათევზიანების პროცესში, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები კიდე გაგრძელდება ჩვენს რეგიონში. მეოთხე წელია, რაც ტანასაკვეთილის ტერიტორია თევზიანდება ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ. მონიტორინგების შედეგების თანახმად მიღწეულია შესანიშნავი შედეგები, რაც განპირობებულია პოპულაციის გაზრდით, პოპულაციაში ინდივიდების მაქსიმალური დიდი ზომების მიღწევით, რაც დათევზიანების მთავარ მიზანს წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტო და ველური ბუნების სააგენტო სისტემატურად ახორციელებენ მდინარეების დათევზიანებას. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მდინარეებში კალმახის მომრავლებას, რაც ჩვენი ვიზიტორებისთვის და უკვე ადგილობრივი რეინჯერებისთვის შესამჩნევია.
1000 წლეულის ფონდის ორგანიზებით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარებელ ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. კონკურსის ფარგლებში განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 4 კატეგორიაში. ესენია წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. გაიმართა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებულები 4 ძირითად კატეგორიაში. ჩვენ დღეს დავაჯილდოვეთ წლის პროფესიული განათლების პროგრამა, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. ჯილდო 2017 წლიდან ხორციელდება და მიზანი გახლავთ ხელი შეუწყოთ პროფესიული განათლების პოპულარიზებას საქართველოში. პროფესიული განათლების რეფორმირების და პროფესიული განათლების პოპულარიზების მიმართულებით ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენ ერთად, რადგანაც პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი, როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების დამაკავშირებელი. ამიტომ ასეთი ტიპის ღონისძიებები და ინიციატივები და კონკურსები არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. მოხარული ვარ აქ ყოფნით, რომ ვაგრძელებთ ტრადიციას, მხარი დავუჭიროთ ამ ღონისძიებას, მხარი დავუჭიროთ განათლების ტრენინგს და ზოგადად განათლებას საქართველოში. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან სხვადასხვა სექტორში. განათლების სფეროში ჩვენ თანამშრომლობთ საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზოგადად განათლებას, ინტერნეტ ტექნოლოგიებს. ეს არის სიმბოლური ჟესტი ჩვენი მხრიდან, მაგრამ ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და ასევე საქართველოსთვისაც. ჩვენ მზად ვართ შემდგომშიც ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან და ყველა ორგანიზაციასთან და ჩვენ გვაქვს გეგმები და პროგრამები ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის არის мотиваციის, უზარმაზარი мотиваციის მომცემი და ძალიან ბევრი გეგმების შესრულების საწინდარი. ძალიან დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა. ბოლოდელი იყოს სრულიად. ძალიან დიდი მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩადეს ჩემში. ერთა ლიგის 2026-27 წლის სეზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ბელგიის დედაქალაქში გამართულ წილისყრაზე საქართველოს ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში იყო განთესილი. ვილის ანიოლის გუნდი მოხვდა ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია. ერთა ლიგის ახალი გათამაშების შეხვედრები ახალი გრაფიკით გაიმართება. ჯვაროსნები 2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზედიზედ 4 თამაშს გამართავენ, ხოლო დარჩენილ 2 მატჩს ნოემბერში ჩაატარებენ. Interesting group. This one, Czechia goes with group 8. The latest edition. მოამბე ახალი ამბები 12 საათზე დაბრუნდება, მე გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.